მოგესალმებით. თქვენ ქსელის ინჟინერი ხართ? ან იქნებ ახალგაზრდა სპეციალისტის აყვანა გსურთ, მაგრამ მისი ცოდნის დამოუკიდებლად შეფასება გიჭირთ? მიეცით კანდიდატებს ეს ტესტი და პასუხების გასაღების დახმარებით შეამოწმეთ მათი ცოდნა. ქსელური ტექნოლოგიების საფუძვლების ტესტი. კითხვა პირველი. რა არის მთავარი განსხვავება ხმოვანი ინფორმაციის გადაცემის ანალოგურ და ციფრულ სისტემებს შორის? A. ანალოგური სისტემა იყენებს ერთიანებს და ნულებს, ხოლო ციფრული ტალღებს. B. ანალოგური სისტემა ცვლის სიგნალს ხმის ტალღის ფორმის შესაბამისად, ხოლო ციფრული სისტემა ხმას გარდაქმნის ერთიანებად და ნულებად. C. ანალოგური სისტემა უფრო სწრაფი და საიმედოა, ვიდრე ციფრული. და D. განსხვავება არ არსებობს, ორივე ერთნაირ სიგნალებს იყენებენ. კითხვა მეორე. რატომ ითვლება ციფრული სიგნალები ანალოგურზე უფრო საიმედოდ? A. ისინი უფრო ხმამაღალია. B. ჩარევის შემთხვევაში მათი აღდგენა შესაძლებელია შეცდომების გამოსწორების მექანიზმებით. C. მათ ფიზიკური კაბელები არ სჭირდებათ. D. ისინი მხოლოდ მცირე მანძილზე მუშაობენ. მესამე კითხვა. რა ხდება მონაცემების პაკეტური კომუტაციის დროს? Packet switching. A. ორ კომპიუტერს შორის იხსნება გამოყოფილი ფიზიკური არხი. B. მონაცემები იკუმშება ერთ დიდ ფაილად გადასაცემად. C. მონაცემები იყოფა მცირე ნაწილებად, პაკეტებად, რომლებიც საერთო ქსელის საშუალებით გადაიცემა. D. ქსელი სხვა მომხმარებლებს მონაცემების გაგზავნას უკრძალავს. მეოთხე კითხვა. პაკეტურ ქსელებში რა დანიშნულება აქვს თითოეულ პაკეტზე მიმაგრებულ სათაურს, headers? A. ის შეიცავს თავად შეწყობინებას, მაგალითად ელფოსტის ტექსტს. B. შეიცავს ინსტრუქციებს მონაცემების დასაშლელად, თუ ისინი აღარ არის საჭირო. C. შეიცავს წყაროსა და დანიშნულების მისამართებს, ასევე ინფორმაციის პაკეტების ხელახლა შესაკრებად. D. მოქმედებს როგორც პაროლი კომპიუტერის გასახსნელად. მეხუთე კითხვა. რომელი პროტოკოლი აძლევს კომპიუტერს შესაძლებლობას ქსელში შეერთებისას ავტომატურად მიიღოს IP მისამართი, ქვექსელის ნიღაბი subnet mask და გულისხმევი კარიბჭე default gateway. A. SMTP. B. FTP. C. DHCP. D. SSH. მეექვსე კითხვა. რას ნიშნავს datagram ქსელური გადაცემის კონტექსტში? A. მონაცემების ლოგიკური ერთეული პაკეტი, რომელიც გადაიცემა კავშირის არ მქონე connectionless რეჟიმში. B. ფიზიკური მოწყობილობა ორ როუტერის დასაკავშირებლად. C. ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის სპეციალური ტიპი. და D. შეცდომის შეტყობინება, რომელიც კავშირის წარუმატებლობისას იგზავნება. მეშვიდე კითხვა. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არის ცნობილი დეიტაგრამული პროტოკოლი, რომელიც არ უზრუნველყოფს მონაცემების აუცილებლად მიწოდებას? A. TCP. B. UDP. C. HTTP. D. HTML. მერვე კითხვა. რას ნიშნავს encapsulation კომპიუტერულ ქსელებში? A. მონაცემების სათაურების წაშლას ადგილის დაზოგვის მიზნით, მონაცემების შეფუთვას შესაბამისი ფენის სათაურში, ასევე როგორც წერილის კონვერტში მოთავსებას. C. კომპიუტერის გამორთვას ვირუსებისგან დასაცავად. D. ციფრული სიგნალის ანალოგურ ტალღად გარდაქმნას. მეცხრე კითხვა. როდესაც შეტყობინება ტრანსპორტის ფენიდან ქსელის ფენაში გადადის, რა შედეგს იძლევა encapsulation? A. frames. B. bits. C. packets ან datagrams და D. segments. მეათე კითხვა. რას ნიშნავს de-encapsulation? A. პაკეტზე დამატებითი სათაურების მიმაგრებას გადაცემის პროცესში. B. მიმღებ კომპიუტერზე ენკაფსულაციის უკუ პროცესს, რომლის დროსაც სათაურები თანმიმდევრულად იხსნება თავდაპირველი მონაცემების მისაღებად. C. ფაილის დაშიფრას ისე, რომ მისი წაკითხვა შეუძლებელი იყოს და D. დიდი პაკეტის პატარა ფრაგმენტებად დაყოფას. მე-11 კითხვა. რომელი პროტოკოლი გამოიყენება მოწყობილობის ფიზიკური მაქ მისამართის
საფოვნელად, როდესაც ცნობილია მხოლოდ მისი ლოგიკური IP მისამართი. A. DNS, B. DHCP, C. ARP, D. HTTP. მე-12 კითხვა. რომელი ტიპის მისამართი იწერება მუდმივად ქსელის ინტერფეისის ბარათში, NIC, მისი წარმოების დროს? A. IP მისამართი, B. MAC მისამართი, C. ქვექსელის ნიღაბის subnet mask, D. ნაგულისხმევი კარიბჭე default gateway. მე-13 კითხვა. რა არის domain name system-ის DNS მთავარი დანიშნულება? A. კომპიუტერებისთვის დროებითი IP მისამართების მინიჭება, B. ადამიანებისთვის ადვილად წასაკითხი სახელების, მაგალითად cisco.com რიცხვით IP მისამართებად გარდაქმნა, C. ქსელის დაცვა არაავტორიზებული მომხმარებლებისგან და D. მონაცემთა ბიტების ფიზიკური გადაცემის დაჩქარება. პასუხები ნახეთ ვიდეოს აღწერაში community post ლინკის დახმარებით. არასოდეს არ დანებდეთ, გისურვებთ წარმატებას.